სოფელ მახვილაურის მოსახლეობა წლების განმავლობაში საკუთარ სარგებლობაში მქონე მიწების სხვა პირზე დაკანონების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ფართების საკუთრებაში აღიარების თხოვნით ხელვაჩაურის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას 2007 წელს მიმართეს, თუმცა ადგილზე ქარსაცავი ზოლის არსებობის გამო უარი მიიღეს. როგორ აღმოჩნდა, ტერიტორია ანზორ მაკარაძის საკუთრებაში. დეტალებს სულხან მესხიძე არკვევდა. სოფელ მახვილაურში ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებლებს რამდენიმე დღის წინ სათავსოების და საპირფარეშოების მოშლა ტერიტორიის ახალმა მფლობელმა მოსთხოვა. ადგილობრივთა თქმით, მუსხელიშვილის ქუჩაზე არსებულ ნაკვეთებს ისინი კომუნისტების დროიდან სასოფლო სამეურნეო მიზნით იყენებდნენ, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მათ მფლობელობაში უნდა ირიცხებოდეს. აქაურები ყვებიან, რომ მიწის ნაკვეთების დაკანონების შესახებ შესაბამის უწყებას წერილობით 2007 წელს მიმართეს, თუმცა მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი ქარსაცავი ზოლის მიზეზით უთხრეს. ჩვენ ხელვაჩაურის კომისიასთან თავის დროზე გქონდა მიმართვა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს არ არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ეს ნაწილი, რაზედაც ჩვენ გვაქვს სავარგულები, სარგებლოდ ბოსნად, ზოგს აქვს სათავსო გარკვეულწილად, ეს არის ქარსაფარ ზოლში. კომუნისტების დროიდან ჯერ კიდევ პირობითად მომაგრებული ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. და აქედან გამომდინარე მიზეზი იყო, რომ ქარსაფარის ზოლი კანონით არ შეიძლება გასხვისდეს და ვერ გაფორმდებაო. ხოლო დღეს ჩვენ და გასაკვირად ამ ადამიანზე ყოფილა მიკუთვნებული თავის მიწასთან ერთად. 84 წლის შემდეგ მე აქანე ვცხოვრობ. მოსლის დღიდან მქონდა მაიბოსტანი. გავწმინდე პატარა ადგილი იყო. ორი ვართ ჩემ მეზობელს და მე მქონდა ასე ქარსაფარი ზოლი აღებული. კომუნისტების დროს ვამუშავებდით ბოსტნებს და სარგებლობდით დღემდე ჩემ სარგებლობაშია. მაკარაძე მოვდა და მითხრა, что ეს ჩემია საკუთრებაო, თქვენ ჩემ მისაში. მიიღო ჩვენთან ნაკვეთი. და მანგრია სახლი და который ნახევარი გავაკეთა და ვანგრია. მუსხელიშვილის ქუჩაზე არსებული ნაკვეთი 1514 კვადრატული მეტრი თავდაპირველად 5 წლიანი იჯარით გაიცა. ვადის გასვლის შემდეგ კი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ მუდმივ მფლობელობაში ანზორ მაკარაძეს გადასცა, ვინც მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებით ტერიტორიის მართლზომიერი მფლობელი იყო. რა გახდა თავის დროზე ტერიტორიის გასხვისების მოტივი, კომისიის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე ვერ აკონკრეტებს. იგი მოსახლეობას ურჩევს შესაბამის სამსახურებს წერილობით კიდევ ერთხელ მიმართონ, რის შემდეგაც კომისია მიწის გასხვისების კანონიერებაზე იმსჯელებს. ანზორ მაკარაძეზე გაცემულია საკუთრების მოწმობა 2007 წლის 28 დეკემბრის გამარჯვებით, თუ რა გახდა საფუძველი სახუმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დგინდება, რომ იყო მართლზომიერ მფლობელობაში. კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით უფლებამოსილია მოსახლეობა მიმართოს როგორც აღიარების კომისიას, რომელიც არსებულია ქალაქ ბათუმში, ასევე სასამართლო ხელისუფლებას. სოფელ მახვილაურში 1514 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელი ანზორ მაკარაძე 2007 წლის 28 დეკემბერს გახდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარმა სპეციალისტმა საკითხზე დღეს მაცნეს კომენტარზე უარი უთხრა. პირად საუბარში კი განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე კანონის სრული დაცვით გახდა. იგი სიმართლის გარკვევას მოსახლეობას სასამართლოში ურჩევს.